de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 220 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. კოცებმა რუბრიკა მომპარეს. ჩემი რუბრიკა ხო ამბობდი. აი ეს მიმდინარე კვირაში აითვისეს კოცებმა. იმედმა გამოდო ქარდები თუ რა მართალია ზაზა შათირიშვილი. 09:57 საათსა და წუთზე. ზაზა შათირიშვილი ტრამპი 딥 სტეითის დავალებით ევროპას ანგრევს. 18 საათსა და 58 წუთზე. ემანუელ მაკრონი ტრამპი ევროპის დასუსტებას ცდილობს. აი, ზაზაო ხო ამბობდაო. ზაზა ჯერ კიდე 7 საათით ადრე ამბობდაო. მაგარი ექსპერტი გვყავსო. ამას ნიშნავს ეს. მით უმეტეს მაკრონს 딥 სტეითი არ უთქვამს. ალბათ არის ის მაკრონმა დეტალები და ზაზამ დეტალებიც კარგად იცის. ვისი დავალებით ასუსტებს, რატომ ასუსტებს. ხო ამბობდი, მომპარა შალვა პაპუაშვილმაც. შალვამ ტრამპის განცხადება გააზიარა. დონალდ ტრამპი, მე მიყვარს ევროპა და მინდა მისი წინსვლა, მაგრამ ის სწორი მიმართულებით არ მიდის. შალვამ ეს კარტი გააზიარა და დაასათაურა. ვამბობდი. და ორი წერტილი იყო. საერთოდ ან ერთი წერტილი და ან სამი. თუმცა შალვასთვის ორი წერტილი იყოს. არც იქით არც აქ. ხო ამბობდი აიტაცა ნინო წილოსანმაც. ნიშნულოვანია ის, რომ არც ერთი ექსპერტი არ ვარაუდობდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ სოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდებოდა. ის რაც თვეებისა და წლების შემდეგ ხდებოდა, ჩვენ ეს ყველაფერი იქამდე გავთვალეთ და ზუსტად ამიტომ არის, რომ ამომრჩეველი ბოლომდე გვენდობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ლიდერები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ხელმძღვანელობით წინასწარ განსაზღვრავენ და განჭვრეტენ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. ამაყობდა ნინო წილოსანი. წესით თავს არ უნდა ვიწუხებდე, მაგრამ მაინც შევახსენებ ნინოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინასწარ განჭვრეტის მაგალითს, რომელიც ბიძინამ 16 ივლისს გაგვიზიარა. 2024 წლის 16 ივლისს. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება. ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. ანუ შარშანდელ იანვარზე თქვა. არ არის ბიზნეს ძლიერი მხარე, ხო ამბობდი. ჩემით შევაიქნება ამ რუბრიკას ახლოს არ გაეკაროს. თავისუფლად შეგვიძლია გავაკეთოთ ბიძინა ივანიშვილის 100 ხო ამბობდი, რომელიც არ შესრულებულა. სხვათა შორის ბიძინას ძალიან უყვარს ერთ წელიწადში ყველაფრის მოგვარება. მაგალითად 2018 წელს თქვა, მე ვიღებ პასუხისგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. დაგვირდა ივანიშვილი 8 წლის წინ და იმის მერე ვინც დანიშნა მინისტრებად, ყველა დაჭერილი ყავს. 10 წლის რო გახდება ეს განცხადება, ტორტი ჩავაქროთ. ბიძინას საუკეთესო განჭვრეტებში კი ჩემი საყვარელი განჭვრეტა, მისი 2013 წლის განჭვრეტა. არ მჯერა, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია. აუ, ტიპი გეოპოლიტიკის გენიოსია, ხო ხდებით? ჩვეულებრივ. საინტერესო ამბები გვაქვს ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ დიქტატურისკენ მივდივართ. აღარ მივდივართ, ძმებო. მოვედით. საქართველოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ტროტუარზე დგომისთვის ადამიანები გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი რამე არც საბჭოთა კავშირში მომხდარა, არც ბნელ 90-იანებში, ალბათ არც თემურლენგის შემოსევის დროს, რა. გამოიკვეთა ორი მოსამართლე, რომლებმაც იმოქმედეს კანონის სრული სიმკაცრით
და 4 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის. დავით მაკარაძე და ზვიად ცეკვავა. მაკარაძემ 4 დღე შეუფარდა, ცეკვავა უფრო მკაცრი აღმოჩნდა 5 დღე შეუფარდა. ანუ დამოუკიდებელი კაცი ეს ზვიად ცეკვავა ეს. არც კი უკითხავს იმას რამდენი შეუფარდაო, ისე შეუფარდა. თავისით მიიღო ანუ გადაწყვეტილება. ეგა დამოუკიდებელი სასამართლო. ტრამპმა მშვიდობის საბჭო დაარსა და 58 სახელმწიფო მიიწვია. თუმცა ამ სიაში საქართველო არაა. სომხეთი არის, აზერბაიჯანიც არის, საქართველო არაა. არადა პირველი ჩვენთვის უნდა ეთქვა. ქოცებს მშვიდობა და ტრამპი იმაზე მეჯერ აქვს ნათქვამი, ვიდრე კეთილდღეობა და განვითარება. რავი, აირჩიე მშვიდობა, ღაღადებ და ოცნების პროპაგანდა. მშვიდობის საბჭომ კი ჩვენ არ აგვირჩია. გაყურსულები არიან ქოცები, არ იციან რა თქვა. ალბათ ტრამპი რო ყაველაშვილს დაურეკავს, იქ ეტყვის რატო არ დაპატიჟე. ყაველაშვილი კიდე თურმე ზარებს არ პასუხობს, იმიტომ ტრამპის ზარს ელოდება. ქოცებო, მე გეტყვით როგორ უნდა გააправოთ ამ საბჭოში არ მიწვევა. უნდა თქვათ, რომ ძალიან კარგია რომ არ მიგვიწვიეს, $1 მილიარდია საწევრო და ძვირია. რამდენი უნდა ამოუღოთ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს ეს რო გადაიხადო. მეორე გამოსავალიც მაქვს, პუტინმა შესთავაზა მშვიდობის საბჭოს $1 მილიარდი რუსული გაყინული აქტივებიდან აიღეთო. ბიზნესაც შეუძლია უთხროს კრედიტ სუისიდან აიღეთო ჩემი მაყურებელი. მაგრამ ნუ არ მიგვიწვიეს, დასვიზავთ. საინტერესო იყო დავოსში ილჰამ ალიევის განცხადება. ხო, დავოსის ფორუმზეც არ მიგვიწვიეს. ალიევის განცხადებით ახლა ტრანზიტები საქართველოს გავლითაა, მაგრამ დადგება დღე და ეს პირდაპირ სომხეთიდან მოხდება. ახლა დავფიქრდეთ რა მდგომარეობაში ვართ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორები აღარ ხართო, ევროკავშირმა კატასტროფას აკეთებთო, მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს სამეულიდან ამოგვაგდეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენს გარეშე აპირებენ მშვენიერ თანაცხოვრებას. ჩინეთმა გამარჯვების აღლუმზე არ მიგვიწვია. ირანში არეულობაა, საერთოდ არ ფიქრობენ საქართველოზე, არც აიათოლა, არც არავინ. რა ხდება? ვინმე რამე გვეთამაშეთ მაინც მაგის დედავატი. რადგან არავინ გვეთამაშება, ქოცებმა მოიწყინეს და მოდი ვიდებატოთო. მეხსიერება თუ არ მღალატობს, ბოლო წლებში უკვე მესამედ ამბობენ ამას. მესამედა ჩვენი პასუხია მოდი. ვინც ბრაზობთ, ვის უნდა ელაპარაკოთო, დაგამშვიდებთ, არ მოვლენ. დამშვიდით, პროპაგანდას ნუ ათქმევენ, რომ ვინმე დიალოგს გაურბის. თუ მოხდა სასწაული და მოვიდნენ, რა დაშავდება, თუ კი ვკითხავთ, რამდენად მართებულია ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრება. მილიონი ასეთი კითხვა დაგროვდა, რაზეც პასუხი არ აქვს და იმიტომაც ამოძირკვეს დებატები. რავი, მეორე ვარიანტია, რომ ამასობაში ყველა კითხვაზე პასუხი მოიფიქრეს. ვინც ასე თვლით, დაგვაფოლოვეთ. ვინც არ თვლით ასე, თქვენც დაგვაფოლოვეთ. ვინც ორჭოფობთ, თქვენც. გადავიდეთ კრიმინალურ ამბებზე. საინტერესო კვირა იყო ქართული კრიმინალისტვის. საინტერესო. დაცვის პოლიციამ და კრიმინალურმა პოლიციამ იჩხუბეს. პირველად საქართველოს ისტორიაში კრიმინალური პოლიცია იყო მართალი. ჩხუბი რესტორანში იმ დროს დაიწყო, როგორც კი მუსიკოსმა დარბაზში მიხეილ შუფუთინსკის იხვები ჩართო. ირკვევა, რომ ქურდული სიმღერა დაცვის პოლიციამ შეუკვეთა. რასაც მეზობელ სუფრაზე მოკეიფე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების გინება მოჰყვა. გინება ჩხუბში მალევე გადაიზარდა. ძალიან მიხარია, რომ ქართულ პოლიციაში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ქურდული სამყარო არ მოსწონს. რავი, მიხარია, რომ ამ ჩხუბში კრიმინალურმა პოლიციამ მოიგო. კრიმინალური პოლიცია ნახევარფინალში გედედესა და მოჭიდავეებს შორის გამარჯვებებს შეხვდა. ამ ჩხუბმა გაგვახსენა, რომ ჩვენც გვაქვს რუბრიკა ჩვენი მოგონილი კრიმინალი. თან დიდი ხანი არ ქონიათ. თავაზობ ჩვენ მოგონილ კრიმინალს შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დამთხოვა იქნება შემთხვევით. თურმე ღარიბაშვილს ოქროს მერსედესიც უპოვეს.
იმ ოქროს ბრელოკიდან გასულა მყვალზე. ორჯომში ირემმა ბრაკონიერი ჯერ დააყაჩაღა, შემდეგ გააუპატიურა. სუსმა ცხვარიჭამიაში აღმოაჩინა საწარმო, რომელიც ადიბასის ფალსიფიცირებულ ბოტასებს აწარმოებდა. სამა არასრულწლოვანმა მთელი საცობი დააყაჩაღა. ქართლში ორი გვარის დალოცვა მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. კახეთში ერთ-ერთ რესტორანში ამჯერად ლავროვის დედის ქორწილი გადაიხადეს. სუსმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძალიან ძვირიანი პური აღმოაჩინა. ძალიან პური 129 ევრო ღირდა. პური იყენებს დუმილის უფლებას. თურმე ღარიბაშვილმა ციხეშიც აიღო ქთამი და მაგასაც აღიარებს. შვეიცარიაში დააკავეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელიც დავოსის ფორუმზე უბილეთოდ შეპარვას ცდილობდა. ბათუმის დინამოს ტაივანელი სპონსორი ნარკო რეალიზატორი აღმოჩნდა. ეს მართლა მოხდა. გული დავწყდა ჩვენ რო ვერ მოვიფიქრეთ. ეს იყო რუბრიკა ჩვენი მოგონილი კრიმინალი. შეგახსენ, ნებისმიერი დამხევა იყო შემთხვევითი. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემა იქნება ფასები. ლევ ტოლსტოი ამბობდა, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყველა უბედური ოჯახი კი თავისებურად უბედურია. ჩემი აზრით, სახელმწიფოების შემთხვევაში პირიქითაა. ყველა დემოკრატიული სახელმწიფო სხვადასხვანაირად ფუფუნებს. აი დიქტატურები კი ერთი ხ**ია ყველა. ყველა ერთმანეთს გავს. 2013 წელს მადუროს ბრძანებით ვენესუელას ჯარი შეიჭრა ელექტროტექნიკის მაღაზიებში და მოსახლეობას იაფად გაატანა მაცივრები, ტელევიზორები და ასე შემდეგ. აი ოქროს გული ჰქონდა მადუროს. მაგან დაღუპა საწყა. მადურო განსაკუთრებით აღშფოთებული იყო სარეცხი მანქანების ფასებით. როგორ შეიძლება სარეცხი მანქანა 54,000 ბოლივარი ღირდეს? შფოთავდა კეთილი დიქტატორი. ოფიციალური კურსით 54,000 ბოლივარი 8,500 დოლარი იყო, მაგრამ რეალობაში ამ კურსით დოლარი არ იშვებოდა. სინამდვილეში ჯარის შესვლის მომენტში 1 დოლარი 40-50 ბოლივარი იყო. შესაბამისად, სარეცხი მანქანა დაახლოებით 1000 დოლარი გამოდიოდა, რაც იზოლირებულ დიქტატურაში, ჰიპერინფლაციის პირობებში ძალიან კაი ფასია. ჩვენ ეკონომიკურ იზოლაციაში არ ვართ, ჰიპერინფლაციაც არ გვაქვს და აქაც კი სარეცხი მანქანა ღირს, რავი, 2000, 2.5, 3 გააჩნია ფუნქციებს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვენესუელაში ისეთი ინფლაცია იყო, რომ ადამიანები ფულით სუვენირებს ამზადებდნენ და ყიდდნენ. ამ ფოტოს დააკვირდით? აქ რასაც ხედავთ, ანუ ეს კობრა, ნიანგი, ბუ, ამერიკის დროშა, ანუ ყველაფერი ეს არის ქეშით დამზადებული, ბოლივარები. ამ უბედურების შემოქმედი იყო მადურო და მისი პოლიტიკა, მაგრამ ხო არ იყო და ჩემი ბრალია ყველაფერიო. ჩათლახმა ბიზნესმენებმა გააძვირეს ბურღულეული. რა თქმა უნდა, ეხლა უსინდისო ბიზნესმენებიც იქნებოდნენ, ვინც უბედურებაზე ითფობდა ხელს. იქაც და შესაძლოა რომ აქაც. მაგრამ ეგ არის გვერდითი ეფექტი. თავარი უბედურება არის დიქტატურა. მადუროს ამბავი როგორ დასრულდა კი იცით. ფასებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არაფერი გაიაფებულა იქ. რამდენიმე ასეულმა ვენესუელებმა დაითრია იაფად ტექნიკა. ეგ იყო და ეგა. მორჩა. იგივე მოხდა ბელარუსშიც. 2022 წელს ლუკაშენკომ აკრძალა ფასების ზრდა.
დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ფასების ზრდაზე. იყო საჩვენებელი დაკავებებიც. მას შემდეგ ფასები დასტაბილურდა და ცხოვრობენ ბედნიერად. მართლა კი არა, იზრდება ფასები, მაგრამ არ იმჩნევენ, რა თქმა. უბრალოდ ბელარუსი ბევრ რამეს თავად აწარმოებს. ჰიპერინფლაცია არა აქვს. მეტნაკლებად თვიდან თვემდე რაღაცნაირად გააქვთ თავი. საშილად უჭირთ, მაგრამ ნუ ბანკნოტებით ნიანგის გაკეთება ეხლა ჯერ. არ უწევთ ეხლა. ეგრე არ არის. დიქტატორებს შორის ფასებთან ბრძოლის ყველაზე დახვეწილი მოდელი აქვს პუტინს. უпроსტად ჰქონდა. თუ პური, ზეთი, შაქარი და მსგავსი პროდუქტები ძვირდება, სახელმწიფო აძლევს ბიზნეს ფულს, რათა ფასები არ აწიოს. ეს მოდელი მუშაობდა, როცა რუსეთს ნავთობიდან და გაზიდან ბევრი ფული შეძდიოდა და ბიუჯეტს ჰქონდა რაღაცების დასუბსიდირების საშუალება. ახლა ამის რესურსი ძალიან შემცირებულია და ალბათ უკვე შეგხვდათ რუსების ვიდეოები მარკეტებში ფასებს რო უღებენ და ტირიან. ნუ ზოგი ტირის, ზოგი კიდე იბათ. ეგეთებს იძახიან. იმედია გაგრძელდება რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წიოკი. კიდევ უფრო შეუმცირდება ნავთობის შემოსავლები და რუსეთი დინარაძეს თხოვს დახმარებას ფასების დასარეგულირებად. რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც ჯერ აქ დაალაგებს მამუ სიტუაციას. მაგარ სათაურს წაიკითხავთ ახლა. სუსი ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლას ადასტურებს. კიდევ ერთხელ წაიკითხავთ. სუსი ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლას ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ სუს ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოება შევიდა მარკეტებში. რა შუაშია სუსი მარკეტებთან? რისთვის ყავს ჯარი? რისთვის გარემონტა ღარიბაშვილმა სუ 25-ები. 2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, წლის ბოლომდე 6 აღდგენილი სუ 25 გვეყოლება. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ამ დაპირებას შეასრულებდა. ნუ შეიძლება 6-ის მოდერნიზაცია არ დასწავდა, მაგრამ 2-3 ხო მოესწრო. სუპერმარკეტებისთვის ჭკუის სასწავლებლად საკმარისია. 1-2 საბრძოლო გაფრენა, წერტილოვე დარტყმები ფილიალებზე, მერე ნახეთ ფასების კლება. სახმელეთო ოპერაციაზე ვამბობ რამეს, არ ვამბობ. მესმის რომ სარისკოა, დიდხანს შეიძლება გაიწევოს ლოჯისტიკა ისე, მაგრამ ნუ ავიაცია რისთვის ხავს? თუმცა შეიძლება ძალის გამოყენება არც დაგჭირდეს. დისტრიბუტორები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. სასურსათო ფასებთან დაკავშირებით კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბევრი კომენტარი არ გაკეთებულა. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კობახიძის აზრით, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ფასებზე მოქმედებს, ბევრი მარკეტის არსებობაა. საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტია. მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში აისახება ფასზე და ტვირთა დაწვება მოსახლეობასაც, განაცხადა ირაკლი. რავი, დავაი დავხუროთ მარკეტები მაგის დედაცვათირე. ყოველ მეორე დავხუროთ. ყოველ მეორე რა, ქოცების მარკეტები, რომლებიც არ არის, ისიც დავხუროთ. მე ვერ ხვდები ამ ქვეყანაში რატო უნდა იყოს არაქოცური მარკეტი, უნივერსიტეტი, ტელევიზია. რავი, თქვენია ეს ქვეყანა და მარკეტი რატო უნდა იყოს ისე? რა ლოგიკაა? ერთი იდეა მაქვს. ყველანი თახვდებით, რომ ბენზინის ფასის დაწევით თითქმის ყველაფერზე დაიწევს ფასი. ხომ არ აჯობებს საწვავზე შეამციროთ გადასახადი. საწვავის ფასის დაიწევს და შესაბამისად ყველაფერი გაიაფთება, რაზეც საწვავის ფასი მოქმედებს. მესმის, რომ ასე ბიუჯეტში ნაკლები ფული შევა, მაგრამ მთავრობა თუ აღარ აიღებთ ხელფასებს 15 და 16,000-ს, რა პრობლემაა? მესმის, ამან შეიძლება მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიოს
და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. გაიზარდეთ ხელფასები. ეს ხანდი გაიზარდეთ. მაგრამ ნუ რა ეხა 2-3 კვირა იდგებიან დაიღლებიან წავლენსახში რას იზარ. კაი, ხელფასის შემცირება თუ არ გინდა სხვა გზაც არსებობს. ბიუჯეტის ფლანგვა შეეშვით. ანუ გქონდეთ სასწაული ხელფასები, მაგრამ ბიუჯეტი აღარ ფლანგოთ. პირველ არხს არ მიცეთ 102 მილიონი, რავი. ტენდერებიდან არ მოტეხოთ ფული. 10 მილიონიან პროექტებში 40 მილიონი აღარ დახარჯოთ. სამსახურის ავტომობილში, რომელშიც 60 ლიტრი ეტევა, 200 არ ჩაასხათ. რავი. ოჯახის წევრები, ცოლები, საყვარლები არ დაასაქმოთ საჯარო სამსახურებში და უპრობლემოდ დაწევთ გადასახადებს. აღარ დაგჭირდებათ ამ ხელა ბიუჯეტი. ნახე, 16,000-იანი ხელფასების გექნებათ, ფასებიც დაიწევთ. გაწყობთ ასე? დებატები გვინდაო და რავი. მოდით, ვისაუბროთ. ავიღოთ სახელმწიფო ბიუჯეტი, მე გაჩვენებთ როგორ შეიძლება ბიუჯეტიდან გამოვათავისუფლოთ რამდენიმე მილიარდი. გადასახადების სახით ეს ფული აღარ წავართვათ ხალხს და პირობას გაძლევთ ყველაფრის ფასი დაიწევს. ეს თუ არ გაამართლებს, მე ვცადოთ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი პაბი, ერთი კაზინო, 2 აფთიაქი, 4 მარკეტი, 20 ბოზი, რავი. ერთ პატარა ქალაქი ჩემი აზრით სრულიად საკმარისია. ნუ არც ერთი პოლიტპატიმარი ამის გარეშე ხა აფერი არ გამოვა. ისე დიქტატურა ძალიან რთული როა თქვენთვისაც, ატყო. მოდი ბიჭო, დემოკრატია ავაშენოთ, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი კონკურენცია, თავისუფალი ბიზნესი და თავისი დალაგდება ყველაფერი. აღარ იქნება საჭირო 100,000 მოსახლეზე საშაურმეების დარეგულირება. გაიგე? სამართლიანი გარემო დაარეგულირებს ყველაფერს. ვიღაც ძვირად ყიდის პურს და ზეთს. მართლა თავისუფალ ბიზნეს გარემოში სხვა გახსნის კონკურენტ მარკეტს და იაფად გაყიდის ყველაფერს. და ხალხი კიდე იქ შევალთ, სადაც იაფია. გაიგე? და ძვირიანი გაკოტრდება. მიდი აბა გერმანიაში გახსენი მარკეტი, რომელიც სასწაულ მარჟაზე მუშაობს. რა პრობლემა? არავინ შეგიშლის ხელს. გაგახსნევინებენ. უბრალოდ ხალხი იმ მარკეტში შევა, სადაც დაბალი ფასებია და შენი მარკეტი გაკოტრდება, ეს მოხდება თავისი. ამიტომაა რომ გერმანიის მთავრობას არ სჭირდება მარკეტებთან ავიამზიდების მიყენება. თავისუფალ ბიზნეს გარემოში ვერ გადარჩება ისეთი ბიზნესი, რომელიც არანორმალურ მოგების მარჟაზე მუშაობს. სანამ გერმანიაში 100,000 მოსახლეზე მარკეტების რაოდენობას გამოვიკვლევთ, მოდი ის გავარკვიოთ გერმანიაში, ავსტრიაში თუ ბელგიაში რატო არ სჭირდება მთავრობას მარკეტებში თავისი უსაფრთხოების სამსახურის შეყვანა. ამას თავისი მიზეზები ხო ექნება არა? მოდი ეგ გავარკვიოთ. აი დებატებში რომ მოხვალთ. აი გავარკვიოთ მე. ახლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? მეგობრებო, მე გთავაზობთ, გაუშვათ კოცები, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ტროტუარზე დგომისთვის არავის იჭერენ. მთავრობა დავოსში იყოს და არა მარკეტებში და ყველაფერი იქნება კარგად. სულ ესაა რას დღეისთვის მინდოდა ვეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ შაბათს.